ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. საქართველოს მეფე გიორგი მეხუთე ბრწყინვალე. ნაწილი მე-6. საქართველოს მეფე გიორგი მეხუთის გავლენა და პოლიტიკური ზონა ქვეყნის საზღვრებს სცილდებოდა და შორეულ ქვეყნებშიც იყო ცნობილი, მათ შორის ეგვიპტის სასულთნოშიც. იგი აღიქმებოდა როგორც ძლიერი, ფრთხილი და გონიერი მმართველი, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ამ დამოკიდებულებას ნათლად ასახავს ეგვიპტის სულთნების ოფიციალური წერილები. არაბი ისტორიკოსის ალ-უმარის ცნობით, ამ ეპისტოლეებში გიორგი მოხსენებულია როგორც მამაცი და სახელგანთქმული ხელმწიფე, ქრისტიანობის მტკიცე დამცველი და სამართლიანი მმართველი, რომლის ავტორიტეტიც ფართოდ იყო აღიარებული. 1321-1322 წლებში ეგვიპტის სულთანმა ქართველებს იერუსალიმში ახალი ტაძრის აშენების უფლება მისცა. იმ დროისთვის მამლუქთა სახელმწიფოში ასეთი ნებართვა ქრისტიანებისთვის განსაკუთრებულ პრივილეგიად ითვლებოდა. ეს გადაწყვეტილება მით უფრო საყურადღებოა, რომ იმავე სულთანმა უარი უთხრა ოქროს ურდოს ყაენს, უზბეკს, იერუსალიმში მეჩეთის აგებაზე. ამ ფაქტს თავად უზბეკ ყაენის წერილიც ადასტურებს, სადაც იგი უკმაყოფილებას გამოხატავს. აღშფოთებული ვარ, რომ ამიგრძალეთ მეჩეთი ამეგო იერუსალიმში მაღალი ალაჰის თაყვანის საცემად. მაშინ, როცა საქართველოს მეფეს ნებადართეს იქ ეკლესია აეგო. საინტერესოა რა გახდა საქართველოსა და ეგვიპტის სასულთნოს შორის ასეთი დაახლოების საფუძველი. ერთი მხრივ, ქართველები მსგავსი უფლებებით ჯერ კიდევ მე-12-მე-13 საუკუნეებში სარგებლობდნენ. თუმცა მონღოლთა გამოჩენის შემდეგ ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ქართველები ხშირად მონაწილეობდნენ იმ ლაშქრობებში, რომლებიც ეგვიპტის წინააღმდეგ იმართებოდა. ამასთანავე, საქართველო კვლავ ილხანთა საყაენოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო ილხანები მამლუქთა სახელმწიფოს დაუძინებელი მეტოქე იყო. მიუხედავად ამისა, გიორგი მეფემ შეძლო ეგვიპტესთან ურთიერთობის დალაგება და ახალი ეტაპის დაწყება. ცხადია, საქართველოს გარკვეული სავაჭრო კავშირები ეგვიპტესთან მანამდეც ჰქონდა, თუმცა ის კონკრეტული დიპლომატიური შეთანხმება, რომელმაც ასეთი შედეგი გამოიღო, წყაროებში პირდაპირ არ არის შემონახული. ცნობილია, რომ გიორგის ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილხანთა სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურასთან, ჩობან ნოიმთან, რომელთან დამოკიდებულებაც ზოგი ისტორიკოსის შეფასებით თითქმის მამაშვილურ ხასიათს ატარებდა. ასეთ პერიოდში გიორგი ახერხებდა ერთდროულად ემოქმედა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ძალებთან და მათ შორის ოქროს ბალანსის შეენარჩუნებინა. გიორგი მეფის დროინდელი საქართველო კვლავ იქცა დასავლეთ ევროპის ყურადღების ობიექტად. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა რომის პაპი, რომლის წერილებიც საქართველოს მეფისადმი ნათლად ადასტურებს, რომ ქვეყანა მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა იმდროინდელ ქრისტიანულ სამყაროში. ამავე პერიოდში საქართველოში აქტიურად მოქმედებდნენ კათოლიკე მისიონერები. 1320-იან წლებში სმირნაში, დღევანდელ იზმირში არსებული არასტაბილური ვითარებისა და თურქთა გახშირებული შემოსევების გამო მისიონერთა საქმიანობა მნიშვნელოვნად გართულდა, რამაც ახალი უსაფრთხო ცენტრის მოძიება განაპირობა. ასეთ პირობებში არჩევანი თბილისზე შეჩერდა, ქალაქზე, რომელიც გიორგი მეფის დროს კვლავ იბრუნებდა პოლიტიკურ და საერთაშორისო მნიშვნელობას. რომის პაპ იოანეს ეპისტოლეებიდან ჩანს, რომ თბილისი იმ პერიოდში გამორჩეულად მნიშვნელოვანი, მრავალეროვანი და მდიდარი ქალაქი იყო. სწორედ ამ გარემოებათა გათვალისწინებით, დასავლეთ ევროპის კათოლიკურმა ეკლესიამ პაპისა და კარდინალთა საბჭოს გადაწყვეტილებით თავისი სამისიონერო საქმიანობის ცენტრი სმირნიდან თბილისში გადმოიტანა. ამასთან ერთად წყაროები ადასტურებს, რომ საქართველოში თბილისის საეპისკოპოსოს გარდა არსებობდა კიდევ ერთი ცხუმის
იგივე სოხუმის საეპისკოპოსო, რომელიც 1318 წელს დაარსდა და რომლის ეპისკოპოსად პეტრე გერალდი დაინიშნა. თბილისის პირველ ეპისკოპოსად კი დაინიშნა იოანე ფლორენციელი, რომელიც კარგად იცნობდა ქართულ ენასა და ისტორიას. საყურადღებოა, რომ კათოლიკურ ეკლესიებში ღვთისმსახურება, როგორც წესი, ლათინურ ენაზე ტარდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ადგილობრივი მოსახლეობის გათვალისწინებით, თბილისში ეს წესი შეიცვალა და საეკლესიო მსახურება ქართულ ენაზეც აღესრულებოდა. მეფე გიორგის ფრთხილმა, გეგმა ზომიერმა და წარმატებულმა მმართველობამ ქვეყანა აშკარად გამოაცოცხლა. შიდა წესრიგის აღდგენამ ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის გამოცოცხლებას. გაძლიერდა მიწათმოქმედება, აღდგა მიტოვებული დასახლებები, გაიზარდა მოსავალი. პარალელურად თანდათან გამოცოცხლდა ქალაქური ცხოვრებაც, გააქტიურდა ვაჭრობა. აღდგა ძველი სავაჭრო გზები, გაიზარდა ხელოსნობა და ადგილობრივი წარმოება. ამ პროცესებმა სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაამყარა და სამეფო ხელისუფლებას რეალური საფუძველი მისცა შემდგომი გაძლიერებისთვის. ამავე პერიოდში ილხანთა სასულთნოში შიდა არეულობა სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებდა. გიორგი მეფე კარგად ხედავდა, რომ მონღოლთა ძალაუფლება დასასრულს უახლოვდებოდა და მათი სახელმწიფო ადრე თუ გვიან დაიშლებოდა. ასეთ ვითარებაში აუცილებელი იყო უკიდურესი სიფრთხილით მოქმედება, რათა საქართველო ამ გარდაუვალი პროცესის მსხვერპლი არ გამხდარიყო. ქვეყნის გაერთიანებასა და დამოუკიდებლობის მიღწევა მხოლოდ სამხედრო ძალით შეუძლებელი იყო. საჭირო იყო მტკიცე და მიზანმიმართული პოლიტიკა. თუმცა ამის განხორციელებას შიდა წინააღმდეგობა ახლდა. დიდებულთა ნაწილი ჯერ კიდევ არ იყო შეჩვეული ძლიერი სამეფო ხელისუფლების არსებობას და საკუთარ გავლენას ადვილად ართმობდა. გიორგი მეფე ამ პრობლემას თანდათან და ფრთხილად აგვარებდა. მიუხედავად ამისა, ეს პროცესი ნელა და გააზრებულად მიმდინარეობდა. მეფე კარგად ხვდებოდა, რომ ერთი სასტიკი დასჯა შესაძლოა სხვათა გაერთიანება და აჯანყება გამოეწვია, რაც ქვეყანას ახალ არეულობაში ჩააგდებდა და მიღწეულ წარმატებას დააზარალებდა. სწორედ ამიტომ საჭირო იყო განსხვავებული გზა, რათა ტახტის ყველა მოწინააღმდეგე ერთიანად მოეშორებინა. მეექვსე ნაწილის დასასრული. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი. დოკუმენტური ფილმების სტუდია. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი, სცენარის ავტორი, მონტაჟის რეჟისორი, ხმის რეჟისორი მირზა ცხოიძე. გახმოვანება ლაშა მურჯიგნელი.